აბა დღემშვიდობის. როგორ ხართ? გოგოებო და ბიჭებო. რას ვაკეთებთ დღეს? დღეს ვაკეთებ წიწაკას უცბად დაწნილებულს და თუ გინდათ ზამთრისთვისაც შეინახეთ, მაგრამ მე არ ვინახავ ზამთრისთვის. სანამ წიწაკას ვაკეთებ, გამომელება ვაკეთებ და მე მაცივარში მიმდევს შენახული ცოტა ხანი მაინც, ისე რომ ზამთრისთვის კონსერვებს აღარ ვაკეთებ, ჩემოკარგებო და აბა დავიწყოთ და გასწავლით, ვინც არიცით და ვინც იცით და ვიცით, გაიძახით, იცოდეთ, გენაცვალეთ და მაგრად დაასხედით ზედ რაც იცით. არავის არ გაუზიაროთ. წავედით გოგოებო და ბიჭებო. ჩემო ძვირფასებო, გვესაჭიროება წიწაკები. მე ბულგარულებით წამოვიღე რომ მიყვარს. გვესაჭიროება ძმარი, ცოტა ეხლა აგიხსნით პორციას, დაახლოებით 1.5 კｇ იქნება წიწაკა. დაახლოებით იქნება 200 გრამი ძმარი, მაგრამ მე ცოტა ჩანს აქ, იმიტომ რომ არ არის მაგარი ძმარი და თუ მაგარი ძმარი გექნებათ 200 გრამი. აქ არის 2 ჩაის კოვზი შაქარი, 2 ჩაის კოვზი მარილი და ზეთია დაახლოებით 200 გრამი. დაფნა, პილპილი, წვანილები, თუ რამე მქონდა მაცივარში, ყველაფერი უნდა დავაჭრა, ჩემო ძვირფასებო, ყველანაირი მწვანილი უხდება. და ნიორი, მოიცა, აქ ამაკ დარჩეული ნიორი, მე უნდა დავჭრა, არ ვჭყლე და მიყვარს რო ეტყობა და ეს არის ყვითელი ყვავილის ფოთლები. ყველაფერში ვხმარობ მეგობრებო, სულ მაგ 3 ძირი და ვიზოგებ და სადილებში, სალათებში, ყველაფერს უხდება და მწვანილთან ერთად ამასაც მივაბრძანებ ერთი სიტყვით და ეხლა პირველ რიგში უნდა გავასუფთ, დარეცხილი მაქვს წიწაკა, მოტანილი მაქვს 3 დღეა, გამოჭკნა, ზოგი ცოტა მეტი ხანია, მაგრამ აი ესე გამოიყურება, ამასაც გავარჩევ, მე ხო არაფერს ყრის საერთოდ იცით თქვენ და გამოვიყენებ და ეს კიდე 2 დღის მესამე დღეა დღეს დავაჭკნე, გაშალეთ ოთახში დაჭკნეს რომ მოიტანთ და შემდეგ დავიწყოთ. აი ეხლა განახებთ როგორ უნდა გავასუფთავოთ ჩემო ლამაზებო. ვასუფთავებთ აი ასე, ჩემო ძვირფასებო. ეს კიდე ახალი დანა ვიყიდე, იმედია TikTok-ი არ გამიბრაზდება რომ განახოთ. მე-80 დანა. ვაჭრით წვერებს, შევალამაზებთ და აი ესე გავჭრით. ვაჭრით თავებს და აი ესე სერავთ, ჩემო კარგებო. ამაზე კარგი რა ვიცი, არაფერი არ მგონია, თან მარხვა დაიწყო და გააკეთეთ 2.5 დღეს უფრო სწორად ჩვენთან წიწაკა და მოიცა ესეც ეხლა ვარემ და მერე გამოვთავ. და თქვენ გარეშე გავაკეთებ. ამასაც აი ესეთი წესით გავასუფთავებ ჩემო ძვირფასებო და 2-ად გადავჭრი. აი აი ასე გავასუფთავებ და 2-ად გადავჭრი. აი ასე. გავასუფთავებ და დაგიბრუნდებით. სიტყვით მეგობრებო, ავიღოთ ქვაბი. ცოტა გაშლილი ქვაბი კარგია. ჩავასხათ ძმარი, მე ბევრს ვასხამ და თუ მაგარი ძმარი გაქვთ 200 გრამი ეყოფა. ჩავასხათ ზეთი დაახლოებით 100 გრამი, ესე ერთი ჭიქა. ჩავყაროთ დაფნა და პილპილის მარცვლები. ჩავყაროთ 2 ჩაის კოვზი შაქარი და 2 ჩაის კოვზი მარილი და დაურიოთ ჩემო კარგებო. აი ასე. და რო ადუღდება, ნელ-ნელა ჩავაგრძანოთ ჩვენი გაკრიალებული წიწაკები. ჩავყარე, რო ადუღდა ჩავყარე ჩემო კარგებო და ეხლა ეს კარგად ჩაითუთდება და ადუღებიდან ძალიან ცოტა ხანი ადუღეთ, თორე მერე იშლება და ხრაშუნა აღარ იქნება. აი ესე რო ადუღდება, ადუღებიდან 5 წუთიღა ადუღეთ გოგოებო და ბიჭებო და ამოკრიფეთ შემდეგ და მერე უკვე ახალი პარტია ჩავყაროთ.
ჩავყარი ახალი პარტია გოგოებო და ბიჭებო და დავაფაროთ თავსახური. ამას უკვე თავსახური, იმიტომ ის მეორე ძალიან იყო დამწყნარი და ადუღდა, ადუღებიდან 5 წუთი დავნიშნოთ დრო. ჩავუწევ ცოტა გაზს, ასე. ეხლა დავჭრობ ცხვარული, ეს დავხროთ. მეგობრებო, აი ნახეთ. ეს არის ყვითელი ყვავილი. ესეც მიჭრელი და გავამოვლობ მწვანელი. რომად აი მე წვენიც კი გემრიელია მეგობრებო რა. ისია რომ დამთავრდება ხოლმე წვენიც კი გემრიელია. აი ესე ჩავჭერთ ამ ყველაფერს და ეხლა რატო ჩავერთე ეს წვენილი ხო დავჭერი. ეხლა ნიორი ძალიან უხდება გოგოებო, აი ესეთი დაჭრილი. აი ნახეთ. აი ესეთი დაჭრილი. სულ მინდოდა ხოლმე რომ კარგი გამეკეთებინა თქვენი პატარა რო ვიყავი და აი ხლა ბიბერი ვარ ბიბერი და წლებია ვაკეთებ და მაცივარში სულ მიდევს აი რო შემოვა თუ არა შემოსვლის დღიდან და როგორ მიხარია ხოლმე რომ დავინახავ ბაზარში შემოვიდა ისა მწარე წიწაკა, მწვანე წიწაკა. იყიდეთ და გააკეთეთ და გავაგრძელებ. ეხლა გადმოვიტან აი აქ. დავყრი. ფენა. ერთმანეთში კარგად გადაურე, უხრაგემრიელი სუნია. აი ესე ჩემი ფასები. აურე კარგად. ეხლა ბოლო პარტია მაქვს ქვაბში და იმავე ქვაბში აღარ ამოვიღე ბოლო პარტია იმავე ქვაბში მე რაშიც გავაკეთე ისეთი ქვაბია რომ მაცივარში შეგვიძლია შევდგათ მაგრამ მე მაგდენ ხას არ გავაჩერებ აი ეხლა იმავე ქვაბში ესე კარგად აურიეთ გოგოებო მაცა გადმოვიღო გადმოვდგე ჩემო კარგებო ეს ბოლო პარტია აღარ ამოვიღე იმიტომ ამ ქვაბშივე უნდა გავაჩერო აი ესე ფენა დავაყრი ამ ჩვენ შეზავებულ წვანილს და მე ეს თქვენ შეგიძლიათ დაასტერილოთ ბანკებში გადაიტანოთ მაგრამ მე არ ვაკეთებ და არც თქვენ არ დაგარიგებთ აი ესე ხელით ვიღებ მე ახლა კულტურულად ამოღებულები და ისა რა ვიცი ვერ ვისწავლე გოიმი ვარ თუ არ მოგწონთ მოუყურებთ ხო აი ასე შემოგვიფასებო ფენა ამას ეხლა მე ისე კარგად შევინახავ დავაფარებ თავსახურს და ნახეთ ეხლა რა შვიდა ამასაც ამოვიღებთ კარგად აი ასე ჯერ ფენა გავაჩერებ კარგად ცხელია და შემდეგ ჩემო ძვირფასებო აი ესე ორი იმით კარგად ამოურებთ რომ სულ წვენში ჩაჯდეს და ჩაიფაროს აი გავაკეთე აი ასეთი ნახეთ არის ძალიან ლამაზი გავაკეთე ჩემო ლამაზებო ეს დღეს კი არა ხვალ უფრო გემრიელი იქნება ზეგ უფრო გემრიელი იქნება და მე შეგიძლიათ ბანკებშიც შეინახოთ შუშის ჭურჭაში მაცივარში მე სიმართლე გითხრათ ზამთრისთვის არ ვინახავ კონსერვებს გოგოებო და აი ეს ეხლა რო ამოცივდება იქნება უგემრიელესი და სულ მექნება რა სულ მექნება წიწაკა სულ იქნება ოქტომბრის ბოლომდე და რა ვაკეთოთ ბევრი 5 ლარი დაგვიჯდეს აბა გავაკეთოთ და გემრიელად მივირთვათ ჩემო კარგებო გააკეთეთ ამ ფონზე გემშვიდობებით აბა მიყვარხართ და დროებით დამიწერეთ კომენტარები რომ კიდე ბევრი რაღაცები შემოგთავაზოთ და ჩემი ცოდნა გაგიზიაროთ მიყვარხართ